უყურებ პოზიტიურად ამ საკითხს, არ მაქვს პოზიტიური მოლოდინები შეწყალებასთან დაკავშირებით და თქვა საპატრიარქოს და უწმინდესთა უნეტარესის რეკომენდაციაზე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თავად ეკლესიის წარმომადგენლებმა ახსენეს უკანასკნელ პერიოდში რამოდენიმეჯერ რომ მიმართვები არსებობდა, მაგრამ ამაზე რეაგირება არ იყო. ამას დაემატა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე აღვირახსნილი ქოფაკის გამოხტომა დღეს, გულისხმობ პაპუაშვილს, რომელსაც თქვა რაღაცა სინანულზე ილაპარაკა, რაღაცა სახარების ტექსტებით ილაპარაკა ამ პოლიტიკურმა ბეჰემოტმა. სინამდვილეში კი აგერ გამოჩნდა ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც ამბობს, რომ ყოველთვიური ფორმა აქვს ამ მიმართვას, მაგრამ ამაზე არავითარი რეაგირება და პასუხი არ არის. ერთი, ეს არის კონსტიტუციის დისკრეციული უფლება საქართველოს პრეზიდენტის. დღეს საქართველოს პრეზიდენტად არის ადამიანი, რომელსაც საშუალო განათლება არ აქვს, შესაბამისად არავის ამ ქვეყანაში არ ჯერა, რომ მას რაიმე უნარი შესწევს, რომ თავად მიიღოს ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად ეს გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე არის ბიძინა ივანიშვილის ხელში და ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს. ეხლა აქედან გამომდინარე, სწორედ ამოცემულობიდან გამომდინარე, თუ ივანიშვილი, ეს ვთქვათ, ივანიშვილი თანაუგრძნობს ან რაღაცნაირად მხარს უჭერდა კონკრეტულ კანდიდატს საპატრიარქო ტახტზე, თუ მისი არჩევით ის კმაყოფილია, შეიძლება რაღაცნაირად ეს იყოს ჟესტი ორივე მხრიდან, რომ რაღაც ეს შედგეს. სწორედ ამოცემულობიდან გამომდინარე ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით გეკითხებით. მე არ მგონია ქაუტონდიანია, იმიტომ რომ ეს დღეს უკვე ვახსენე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ივანიშვილმა ყველაზე ნათლად აჩვენა აი ამ რაღაცა ფარისევლების არმიის მიღმა, რომელიც რაღაცა ეკლესიურობაზე ლაპარაკობს და სინამდვილეში არავითარი კავშირი არ აქვს ამასთან. ივანიშვილმა გუშინ ყველაზე ნათელი დემონსტრირება მოახდინა, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ჩვენ საპატრიარქოსთან, იმითი რომ წირვას არ დაესწრო ბოლომდე და ისე წავიდა იქიდან და ამიტომ არ მჯერა მე ასეთ რაღაცეების. ივანიშვილის გადასაწყვეტე კიდევ ერთხელ ივანიშვილი გადაწყვეტს ამ ამბავს და გარდა ვაჭრობისა, ტრანზაქციულობისა, ჩვენ მისგან არ დაგვინახავს არავითარი ადამიანური მიდგომა ასეთ საკითხებში. შესაბამისად მე ვაჭრობის და ტრანზაქციულობის კონტექსტში გეკითხებით და არა იმიტომ რომ ივანიშვილის გული აუჩუქდა, მაგრამ მაინც არ მაქვს კარგი მოლოდინები. დღეს შეეცოდა რომელიმე მათგანი. რა თქმა უნდა ეს ასე. გავიგე, მესმის, აქედან გამომდინარე ვლაპარაკობ მეც. არა, აქედან ვლაპარაკობ მეც და არა მაქვს არავითარი საფუძველი. მე მაინც შემაძლევ ვჩები და არავითარი საფუძველი არ მაქვს ოპტიმიზმისა. თქვენ დარწმუნებული ხართ რომ არ იქნება შეწყალება? დავაზუსტებ რომ მე დარწმუნებული არა ვარ. აი ამაშია საქმე, დიახ. დარწმუნებული არა ვარ, ჩემი მტერი იყოს ივანიშვილის ფიქრებზე დარწმუნებული რაღაცეებში, მაგრამ არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, შესაბამისად არ მივცემ საკუთარ თავისუფლებას, რომ ჩვენი მაყურებელი და ქართული საზოგადოება შეცდომას შეუყვანო და კი ბატონო, თავად პატიმრებიც გვისმენენ ალბათ, შეიძლება არ გვისმენენ მათი არჩევანებულებრივად და კი ბატონო და მათვისაც რაღაც ცრუ მოლოდინების შექმნა არ იქნება სწორი ამბავზე, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული ბუნებრივია. თუმცა შეიძლება მე მეტად თქვენ ნაკლებად რაღაც მოლოდინები გქონდეთ, ან მე ნაკლებად თქვენ საერთოდ არა, მოკლედ შევხედოთ რა იქნება, როგორ იქნება. საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების თემაზე ინიციატივით გამოვიდა დღეს მთავრობა, რომელსაც თქვენ ბრიფინგი მიუძღვენით. ცოტა ხნის წინ მათ გააკეთეს განცხადება, რომ ეს ბიუჯეტში არანაირ კორექტირებას არ იწვევს. რატომ არის ეს პრობლემური თემა? პრობლემური თემა არის იქიდან გამომდინარე ქაუტონდიანა, თუ ისევ ქართულ ოცნებას დავესესხები, ქართულ ოცნებას ყავდა ასეთი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც თავის დროზე კორუფციული რისკების აღმოფხვრისა და შემცირების მიზნით აი ეს დანამატები და პრემიები მოუხსნა მაღალი თანამდებობის პირებს, პოლიტიკურ თანამდებობის პირებს და ზოგადად მაღალი რანგის ჩინოვნიკებს. სწორედ იმიტომ რომ ის ხედავდა აქ კორუფციულ რისკებს. მე მესმის რომ ქართული ოცნებისთვის ეს უკვე რაღაცა იურული პერიოდი არის და პრეისტორია არის. კვირიკაშვილი, იმიტომ რომ რა ვიცი, ღარიბაშვილზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს შუა საუკუნეებში მართავდა ამ ქვეყანას. მესმის რომ ეს პრეისტორია არის და მოკლე მახსოვრობა აქვს, მაგრამ მათივე პრემიერ-მინისტრი იყო ეს კაცი. ეხლა იმ ამბავს თავზე გადაუარეს, დააბრუნეს აბსოლუტურად ყველა რანგისა და თანამდებობის პირებისთვის პრემიების და დანამატების სისტემა, დააბრუნეს იმ პრინციპით თანაც რომ პირდაპირ დაქვემდებარებული არის ეს რაღაც იერარქიაზე, მინისტრებზე, მათ დისკრეციაზე. ჩემს აზრით ეს არის კატასტროფული გადაწყვეტილება, ამას დაემატა
ის 5%-ით კიდევ გაზარდეს არასაშტატო თანამშრომლების რაოდენობა, შეგახსენებთ ხალხდიანა რომ 2025 წელს მხოლოდ 685 მილიონი ლარი არის დახარჯული საქართველოს ბიუჯეტიდან არასაშტატო თანამშრომლებისთვის და რა ვიცი, ვერც ერთმა სამთავრობო თელმა რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა დღემდე 10 წელი ამას ვიკვლევთ და მეტი და ვერ გავსაზღვრეთ ბოლომდე რას ემსახურება ამ რაოდენობის არასაშტატო თანამშრომლების რიცხვი საქართველოს საჯარო სამსახურებში. თუ არა ერთგვარ პარტიული აქტივის დასაქმების სისტემას. იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება ამბობს და აღმასრულებელი ხელისუფლება ამბობს, რომ ის ვერ ნახულობს ბიუჯეტის სახსრებს, რომ 30 მილიონით დაეხმაროს დუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს და წამალი უყიდოს მათ, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ 20 ლარზე მეტი ამას არ ამბობს. ის ამბობს თითქოს ეფარება იმ არგუმენტს, რომ ჯერ ვერ დარწმუნდნენ, რომ რომელიღაც კონკრეტული წამალი არის ტყუილია. არ ამბობენ ამას, თქო ამას გეუბნებით. თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ როგორ ტყუილი. მან დასაწყისში ამას ამბობდნენ. დასაწყისში ამასაც ამბობდნენ. ეხლა მიხვდნენ, რომ ამის თქმა კატასტროფა არის და გადავიდნენ რაღაცა კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე შეერთებული შტატების და ევროკავშირის სერტიფიცირებული წამლების, რომელსაც ეხლა დიდი ბრიტანეთის სერტიფიცირებას დაემატა და თურმე სარჯველაძე და მისი მრჩევლები წყვეტენ მსოფლიოში მედიცინის პროგრესს, რომელი წამალი კარგია, რომელი ცუდია. ეს გვერდზე გავწიოთ, მე ვაპარაკებ იმაზე, როდესაც ბიუჯეტი ამბობს, რომ ამის საშუალება არ არის, როდესაც ბიუჯეტი ამბობს, რომ სუბსიდირებს მაგალითად ჩვენ ვამბობთ უკანასკნელი ძალიან დიდი ხანია მას შემდეგ რაც კრიზისი დაიწყო ირანში რომ დროებით გავაჩეროთ აქციის გადასახადი საწოლზე და ამითი არ დავაწვეთ ჩვენ თანამოქალაქეებს ჩვენ ვამბობთ მას მერე რაც აი ეს რაღაც კატასტროფული კამპანია დაიწყეს ფასებთან დაკავშირებით რომ დაწიონ დამატებითი ღირებულების გადასახადი პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ამაზე სულ პასუხი არის რომ ჩვენ ბიუჯეტს ვერ მოვაკლებთ თანხებს ბიუჯეტი ისედაც მწირია არაფერზე ფულის მოკლება არ შეიძლება და ამის პარალელურად ზრდიან სახელმწიფო ბიუჯეტს. აი იმ 685 მილიონიან სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებით 5%-ით და პრემია დანამატებში რა კოლოსალური თანხა დაიხარჯება, შეგვიძლია გადავხედოთ წინა პერიოდებს და დავინახავთ აქ კიდე დამატებით რამხელა ხარჯი გაჩნდება. ამიტომ აბსოლუტური ხრწნა არის პოლიტიკური ჩემი აზრით პარალელურად აი ამ ორი რაღაცის კეთება. ადამიანებზე ტვირთის არ შემცირება, საქართველოს მოქალაქეების ყოველთვიური გაღარიბება, ბავშვების წამლის უგულებელყოფა, პენსიონერების უგულებელყოფა, სკოლებში უფასო სასადილოების ორგანიზება, აი ეს ყველაფერი გვერდზე გაწვიონ იმ მიზეზით, რომ თურმე ბიუჯეტში ამ საშუალება არ არის და პარალელურად პრემიებისთვის, დანამატებისთვის, დამატებითი პარტიული აქტივის დასაქმებისთვის ყოველთვის არსებობს შესაძლებლობები. კი ბატონო, რაც შეეხება ფასდაკლების კუთხეებს კონკრეტულ მარკეტებში, კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ დღეს ითქვა, რომ ფასების დაკლება კი არა შესწავლა იყო მათი მიზანი, მაგრამ ეს შედეგი გარკვეული, ასე ვთქვათ, ქსელური მარკეტების მხრიდან ითქვა, რომ იქნება ფასდაკლების კუთხე სოციალური კალათის შემადგენელ პროდუქტებზე. რა სიტყვით ამაზე? ესეთი კატასტროფული კრახის ამით შეფუთვა რაღაცა მიცვალებულის ბალზამირებას გავს ჩვეულებრივად. კატასტროფა არის, როდესაც 5 თვეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობა, საპარლამენტო კომისია, სამთავრობო კომისია, სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებები, ყველაფერი, მთელი სახელმწიფო სისტემა და მანქანა დამატებული ამას პროპაგანდა მომართული არის იქეთკენ, რომ თურმე ჩვენი ჯადოქარი მთავრობა შეამცირებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასებს და ფასები კატასტროფულ მდგომარეობაშია და ეხლა მთავრობა მოვა და ამ ყველაფერს გაანოლებს ეს ყველაფერი დამთავრდა იმით რომ თურმე ხელისუფლებას რაც შესწევს უნარი ფასებთან მიმართებაში ეს არის ისა რა ქვია ახალი ფასდაკლების პოლიტიკა და მარკეტინგული პოლიტიკა სუპერმარკეტების ქსელებში აი ეს ყოფილა თურმე ყველაფერი ის გაკეთებაც შეუძლია და პირველივე დღიდან როდესაც აი ამ უბინძურეს პროპაგანდისტულ კამპანიაში რომლის მიზანიც იყო კიდევ ერთხელ დისკრედიტაცია და დაცინვა ამ ქვეყნის
მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ნაწილის სიღარიბეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ყოველთვიურად და ყოველდღიურად გადარჩენისთვის შიმშილის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამწუხაროდ დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების, აი ეს 5 თვენ დაცინვის კამპანია ჩვენი თანამოქალაქეების დაგვირგვინდა აგრეთვე დამცინავი და დაცინვის აქტით, რომ თურმე ეს ყველაფერი იყო იმისთვის, რომ სუპერმარკეტები გააკეთებენ ფასდაკლებების დახლებს და შოკოლადზე და ბრინჯზე ეკნებათ ცოტათი უფრო დიდი ფასდაკლება, ვიდრე ეს გქონდათ ხოლმე რაღაც ოთხშაბათობით და რაღაც პარასკევობით სხვადასხვა ქსელებს. სირცხვილია უბრალოდ, საშინლად გამოიყურება ეს ყველაფერი და ეს არის ის, სადაც პროპაგანდა ვერ იგებს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები ნათლად ხედავენ, სად არის ეს კატასტროფა. ამის დამადასტურებელი არის ის, რომ დადუმდა მაგალითად საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული და ამ საკითხზე აღარ ლაპარაკობს და მხოლოდ ბოლო პერიოდში ვისმენთ აკანკალებული ხმით კომისიის თავმჯდომარეს საპარლამენტოს მილიონერ ბერეკაშვილს, რომელმაც დღეს თქვა, რომ თუ გინდათო თქვენც რომ ნახოთო ფასებს გაიცნოთო, აგერო მედია საშუალებებში წერიაო როგორი ფასდაკლებები არისო. ბატონი ბერეკაშვილისგან განსხვავებით, მე და საქართველოს მოქალაქეების 99%-ზე მეტი ჩვენ დავდივართ მაღაზიებში ფასები რო გავიგოთ, მივდივართ ყოველკვირად ჩვენი ვყიდულობთ. ბატონი ბერეკაშვილისთვის სხვა ყიდულობს, იმიტომ რომ ის მულტიმილიონერი არის და არავითარი შეხება არ აქვს და არასდროს ინსტიტუტიდან არაფერს არ იყიდის. სიმდიდრე პროდუქტების, როდესაც კაცი საპარლამენტო ყიდვის აუცილებლობას არ ხსნის. მე ხო არ მithქვამს გაუტანდია. მე ხო არ მithქვამს, მე ვთქვი, მისი სიტყვები ციტირება მოვახდინე, მან თქვა რომ მედია საშუალებებში ჩაიხედეთ და თქვენც გაიგეთ, ანუ მან მედია საშუალებებით გაიგო თურმე რა პროდუქტებზე რამდენია ფასდაკლება და საქართველოს მოქალაქეები ეგრე არ არიან. საქართველოს მოქალაქეებმა გაუდონ დიანა დღეები იციან, ზუსტი დღეები იციან რა პროდუქტებზე რა ფასდაკლებებია რომელ ქსელებში და ამის მიხედვით ყიდულობენ. მე აღმოვაჩინე საახლობლოში ასევე აფთიაქებში იციან კონკრეტული დღეები, როდის არის და ასე შემდეგ. კი ბატონო, მადლობა. მაჩოს რომელი ბარათით უნდა იყიდონ, რომელ ბარათს აქვს მაშინ ფასდაკლება, რომელ ბანკს და ასე შემდეგ და ბატონი ბერეკაშვილისავით მედიიდან არიგებენ, იმიტომ რომ ისინი ამაზე მათი შიმშილის არის დამოკიდებული და რამდენად ამ შიმშილს დაამარცხებენ შემდეგ დღეებში. ამიტომ მთელი ეს კამპანია დასრულდა აი ამ საზიზღარი, ტრაგიკულად მახინჯი დაცინვით საქართველოს მოქალაქეების სუპერმარკეტებში ფასების შემცირებით. კი ბატონო, მადლობა.